დიდი ლევანი, რომელსაც ვერავინ ამარცხებდა. დღეს ვიხსენებთ თავისუფალი ჭიდაობის ტიტანს, 2 გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლევან თედიაშვილს. უნიკალური მიღწევა. ჩემპიონი 2 წონაში. ლევან თედიაშვილი არ იყო უბრალოდ ძლიერი. ის იყო უძლეველი. მისი კარიერა სავსეა ფანტასტიკური რეკორდებით. 1972 მიუნხენი. ოლიმპიური ჩემპიონი 82, 1976 მონრეალი. ოლიმპიური ჩემპიონი 90, მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი. 1971, 1973, 1974, 1975 მსოფლიო ჩემპიონი სამბოში. 1973 დიახ, მან სხვა სახეობაშიც მოიგო მსოფლიო პირველობა. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ მან ოლიმპიური ოქრო 2 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. როცა ერთ წონაში ყველაფერი მოიგო, უბრალოდ წონა შეიცვალა და იქაც საუკეთესო გახდა. ისტორიული ფაქტი. როგორ ატირა ძმები პეტერსონები, ეს ამბავი ჭიდაობის ისტორიაში ლეგენდად აქცეული. იმ პერიოდში ამერიკელებს ჰყავდათ 2 უძლიერესი ძმა, ჯონ და ბენ პეტერსონები. ორივე ოლიმპიური ჩემპიონი იყო. მაგრამ მათ ჰქონდათ ერთი პრობლემა, ლევან თედიაშვილი. 1972 წელს ლევანმა ფინალში დაამარცხა ჯონ პეტერსონი და ოქრო წაართვა. 1976 წელს ლევანმა წონა შეიცვალა, ზევით აიწია და იქ ჯონის ძმას, ბენ პეტერსონს შეხვდა. ლევანმა ისიც დაამარცხა და მეორე ოქროც წამოიღო. ამერიკელები ხუმრობდნენ. ამ კაცს ჩვენი გვარის წულს, სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან გვამარცხებსო. ტატამიდან კინოეკრანზე. ხარება და გოგია ლევან თედიაშვილი არის ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ქართული კინოს კლასიკად იქცა. ყველას გახსოვთ ალბათ ლეგენდარული ფილმი ხარება და გოგია, სწორედ ლევან თედიაშვილი ასრულებს მთავარ როლს გოგია კენკიშვილს, ხოლო მისი პარტნიორი, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი ველოსპორტში, ომარ ფხაკაძეა, ხარება ჯიბუტი. მან დაამტკიცა, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველგან ნიჭიერია, სპორტშიც და ხელოვნებაშიც. დიდი ლევანი ჩვენი ლეგენდაა. მისი იუმორი, პირდაპირობა და კახური ხასიათი ისეთივე ძლიერი იყო, როგორიც მისი მკლავი იყო 70-იანებში. დიდება ფალავანს, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო არენაზე გაიტანა. ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა.